ვიცინოდი ძმა ორივე ვიცინოდით ბიჭო შენ არ იცინოდი მეც ვიცინოდი ორივე ვიცინოდით გადავდით რაღაცა და გამოვწე მარიამი და ვიცინოდი ორი წუთი მას ამ სახში ხალხო იმენა მიდის ჯავახას გაშავება სერიოზულად ჩემ ხალხს ველაპარაკები ორი წუთი მთელი სახლი კაროჩე მთელი სახლი ვუსი ჯავახა აი ეს სიტუაცია არის 1000 რაღაცას მეუბნებიან 1000 რაღაცას მტენია რომ ვარ მოძალა და ჩემნაირი ადამიანების გამო კვდებიან ქალები და უბრალოდ მე და მარიამს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი ამაზე არიან დაბოღმილები და უნდათ რომ გამიშვან დღეს ეს გოგოები შევიდნენ ანუ სტრიმზე რო აჟღერებს ლელუ ესეთ რაღაცას რომ აი ახლაო მე რასაც ვეუბნებოდი ზუსტად რომ მეთქი შენ გინდა მეთქი წვილის დასმა თქო სტრიმზე გააჟღერებს წვილის დასმა უნდა და 3 დღეა ჩემზე მიდის საუბარი სერიოზული გაიგეთ სერიოზული საუბარი მიდის ჩემზე განხილვა მიდის ესა გაშავება მიდის ბიჭები შემოვიდნენ ახლები შემოვიდნენ ბიჭები და იმის მაგივრად რომ გაეცოთ ეს ბიჭები ჩემზე და მარიამზე დაუწყეს საუბარი და გაშავება დაიწყეს ჩემი და მარიამის ხალხო ამ ხალხთან ხო საუბრობენ ლაივში ამ ყველაფერს და ანუ არც ხვენიათ ბიჭო არც ხვენიათ როგორც ჩვენ ნახალკეს ტენიან უნდათ რომ დაგვაშორონ გაიგე მე მარიამს ჩორტეს უგდებენ ჯავახას დიანა მოსწონსო გამოვშტერდი აი ხა მინდა და რომ აი ყველაფერი აგერ ტელეფონში ყველაფერი გაიგოთ აი ჩემი ლაივის საშუალებით და ეს ყველაფერი დადოთ რა აბსოლუტურად რა ანუ ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ანუ ეს არის უკვე ბინძური თამაშია ეს ყველაფერი რა ბინძური თამაში ხალხო და ამ ბინძურ თამაში არიან ჩართული ადამიანები რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები აბსოლუტურად 3 დღეა ჩემი განხილვა მიდის ჩემი და მარიამის განხილვა მიდის და ჩაჭერა ხალხო იმის გამო მიდის ეს ყველაფერი რომ მე მარიამის შემიყვარდა ანუ გჯერა ადამიანი რომ შემიყვარდა ამის გამო მიდის ეს სიტუაცია დავიღალე უკვე აღარ შემილია ანუ რა გინდათ მე და მარიამისგან აი მითხარი პროსტა რა გინდათ მე და მარიამისგან შენ არა შენ გაია რა გინდათ მუზებო ჩემსგან და მარიამისგან მითხარი აი რა დავიღალე ბიჭო 3 დღეა ჩემი განხილვა მიდის მასშავებენ აბა რას აკეთებთ რა ლელუს ვიდეო ნახეთ Facebook-ზე რას დევს რომ ესეთი ადამიანებისგანო ლელუს ვიდეო დღესაც გავცელდა აი ყველაფერი ნახეთ თუ გონია ფეიკი ხალხსაც თუ გონია იყოს ეგ ფეიკი ბაზარი არა ხო ბაზარი არა ეხა ნახეთ რა სიტუაცია ამ ყველაფერს ანუ ისე კერავენ რასაც ვიძახი ამ სახში ოღონდ მართლა რა რაღაცას ხო ვიძახი და ისე ატრიალებენ ყველაფერს ანუ რომ აი რაღაცა სასწაული საშინელი ადამიანი აი ამას აკეთებენ ხალხო და რა გავაკეთო მით აი რატო ცდილობ ჩემ გაშავება სერიოზულად აი შეკითხვა სვავ იმის გამო რომ მარიამი შემიყვარდა ანუ ვერ ხდება ეხა უყურე მუზები რომ ორი ხმით ვერ გსვავდნენ აუთსაიდერების სკამზე დილით დაისვეს ლორენცო დილით და გუში ღამე ხო სულ ჩემზე საუბრობდნენ მე და მარიამს ხო გაგვიხილავდნენ გუში ღამე აი აქ და ანუ ლაპარაკობდნენ ჩვენს გაშავებაზე ამ ბიჭებთან ახალ ბიჭებთან მე დილით როგორც კი გაიღვიძეს 11 საათზე წავიდნენ ლორენცო აიყვანეს შევიდნენ ოთახში და ჩვენზე ესაუბრებოდნენ იმიტომ რომ ახლა ორი დროშა არ აწყობთ გოგოებს იმისათვის რომ მე და მარიამი დაგვსვან სკამზე და უნდათ რომ ლორენცო მერტმეული გადაწყვეტილებით დამსვას მე ალბათ და აგერ ლორენცომაც მეგობრებო პირველი ნაბიჯი აი ესე გადმოდგა და აუცილებლად დარწმუნებულები იყავით რომ ლორენცო მე დამსვას სკამზე იცით რატო იმიტომ რომ აი ეს გოგოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ მე და მარიამი გაგვაშავონ და გაგვაგდონ პროექტიდან გაიგე და აი ვერ ხვდები ეს ყველაფერი რატო ხდება მართლა რა დავიღალე იმენა დავიღალე რა ამ ყველაფერი დავიღალე დედას ვიცავა რა გავაკეთო არ ვიცი ხალხო ვაღ ჩემი იმენა ყველაფერს აკეთებენ ვაფშე მოძალადეს და მაგის გამო კვდებიან ქალებიო გაიგე ლელუ ვიძახის მაგის გამო კვდებიან ქალებიო ლელუ რომელიც დაკიდებულები რო არიან დავიღალე მე ბუდიში მოვუხარე ორი კვირის წინ მაგ გოგოებს მე რა თვითონ დაიწყე ბიჭო 3 დღეა ლაპარაკი მეც მაგრამ ვისაუბრე გეხვეწები ცოტა ხანი რა აღარ მაქვს ნერვები გეფიცები ანუ
ხალხი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რა არის? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, ყველა რომ აი გაგვაშალონ, რავი, ძალადობაც კი დააბრალეს, ნიკას როცა ყველა მიცის. ანუ ლორენცოც კი რაღაცნაირად გადაიბირეს თავისკენ და ბიჭო, აბა რა ხდება ხარ ადგილას? ანუ მე მამკუნე ლორენცო. მე მამკუნე. შეგიყვანეს ხო აზრა? დაგრუზეს და გამოგიშვეს. გაწოლებული ხარ რომ მე ვინმე ისე დამგრუზა? აბა გუშინე. ეგან მეუბნება მუზეფანო შენო მტყუანი ხარ. სტორის ტაქსიელი არის ხოლმე და ბიჭებთან ახალი მოსულები არიდნენ და არ გამისხია ბიჭო მაგაზე ლაპარაკი. ბიჭო, შემოსული ზალა არის ხოლმე. ხან შოქში ვარ, აი მართლა შოქში ვარ. დილიდან დედაჩემი დილიდან მიგდებს დედაჩემი სტრიმებს ხალხო. როგორ ჭორავენ ეს მუზები ლორენცოსთან, როგორ ჭორავენ ჩემზე, ანუ მეტი არაფერს ანუ სახე აღარ მაქვს, ცუდად ვარ უკვე მეტი არაფერს გაკეთება არ შეუძლიათ ამ ადამიანებს ჩვენზე ჭორავების გარდა და მე ჩვენ ვართ კიდე დამნაშავეები, კიდე ჩვენ ვართ რაღაც ცუდები, ანუ შოქში ვარ მართლა როგორ დაეცნენ ეს ხალხი ამ დონეზე ლორენცო ვისაც ანუ თქვენ ნახევარია უკვე ყველაფერში ვიცავ, სულ რომ მტყუანი იყო ხოლმე ქუთაისელებთან ვიღაცა მაინც რაღაცნაირად მაინც ვცდილობდი რომ გამენეიტრალებინა სიტუაცია და ლორენცოს ხარეზე ვყოფილიყავი და გუშინ ლაივზე თინათინი ეუბნება ლორენცოს რომ მე ოქალი არ ვიყო თუ რამე გაპატიო, მაგრამ როდესაც ბოსი გახდა ეს შეეტენენ რომ მე ეს ერთპიროვნულად ერთად დაგვსვან სკამზე ხალხო რები ხდება პროსტა ამ სახლში. ლორენცო როგორც კიდე ისე ნუ ჩიკჩიკებ ეხლა გეხვეწები რა. როგორც კიდე ისე საუბრო ბიჭო, შეიძლება დაიზიანოს ეხლა უეჭვე ჩემი ერთპიროვნულად დასმა გინდა სკამზე და რაღაცებზე მებაზრები და მეჩალიჭები. ეხლა შენ არ მოგიგეთ რაღაც. არა კი არ ვაგორე ბიჭო, მუზეებს რო არ ყოფით ორი დროშა წვილის დასასმელად მოვიდნენ დილით 11 საათზე დაგისვეს ბიჭო, ბრექვასტი ქონდა დაგისვეს ძმა, გესაუბრე ხო ეხლა დაგარიგეს. არა შენ ძალიან კარგად შენს გაწყობს ეგ ყველაფერი კაცო. შენ ძალიან კარგად გაწყობს ეგ ყველაფერი ბიჭო. არა ნახე 11 საათზე გუში ღამე დაიწყეს ხალხო. გუში ღამე დაიწყეს. ჯერ ორი დღეა მიდის მე და მარიამის განხილვა. ორი ადამიანის განხილვა. ბიჭო იმის გამო იმის დედას მეთქი მუზეების დედას თუ მეთქი ეგ ყველაფერი საწყენად მიიღო თქო მუზეების დედას სახალხო ბოდის და მაშინ იმაშებოდი დაჭერდი. ვის ვაჭერდი ბიჭო მოდი მესაუბროთ მეთქი მეუბნეოდი ძმა რო ეგ ყველაფერი მარიამა რო გააჟღერა ეგ სიტუაცია ნუ გადაგაკ ეხა თემები აქეთით გეუბნები 3 დღეა მიდის ჩემი და მარიამის და 2 წუთი 3 დღეა მიდის ჩემი და მარიამის ჩაჭერა კაროჩე და უნდათ რომ გაგვაგდონ აქედან ჯერ ჩორტები დაიწყეს ჩორტების ჩაგდებები დაიწყეს რაღაცები თავი დამანებეთ ბიჭო აი ეს სიტყვები ეს მარტო თავი დამანებეთ 2 არა 3 დღეა კაროჩე განიხილავენ ამბავს მე და მარიამი ფეიკები ვართ არა ფეიკები ვართ გვაშავებენ აი სერიოზულად გვაშავებენ რა აი ყველა ფეხის ნაბიჯი აი ეს პატარად ისეც რო არ იყოს აი ამხელად აქცევი ხალხო და აი გამომიყვანეს წყობილებიდან იმენა გამოვედი წყობილებიდან უკვე რა ანუ თავი ამტკივდა ხალხო 3 დღეა ლაპარაკობენ ამ ყველაფერს გუშინ ბიჭები ახალი შემოსულები იყვნენ დაჯდნენ და სტრიმზე ვინც იყავით მარიამს და ჯავახას აი მადლობა ამდენი თბილი კომენტარების მარიამს და ჯავახას განიხილავენ რამდენად ცუდები არიან რეებს აკეთებენ არა კაცოს მეძახიან ხალხო არა კაცოს და ბევრი რამე რო არ მინდა თქვა ეს გოგოები საიდან არიან ჩამოსულები რას როგორ აკეთებენ იმიტომ რომ არ ჯდება არ მინდა რო თქვა ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისაც რომ მეც აი ეს ამათნაირად ავლაპარაკდე მაგრამ ამათნაირად ეხა მე რო ავლაპარაკდე ძალიან ბევრი კარტი გაიხსნება და ეს ადამიანები იმდენად ცდილობენ ჩემს ახალი შემოსულები იყვნენ ბიჭები დაუჯდნენ ამაზე ელაპარაკებოდნენ და დილის 11 საათზე ბრექვასტი რო ქონდა ხალხო ადგენენ და დაისვეს ლორენცო და კერავე რომ 2 დროშით მე და მარიამს ვერ დაგვსვავენ იმიტომ რომ თითო დროშა რო გადაგვინაწილონ მაინც ვერ დაგვსვავენ და ლორენცო უნდა რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამსვას რა გაიგე და ეგ პონტი რო უნდათ გაიგე დაისვეს 11 საათზე ლორენცო ვინც ლაივში იყავით და უკერავენ მაგ თემებს ანუ ყველანაირად მაშავებენ ხალხო ისე აკეთებენ რომ ანუ ჰაუსიდან რო გავალ ვიღაცა მოძალადე მეძა აგერ არის მარიამი და გააკეთე გეხვეწები ამაზე კომენტარი ანუ წეგან აი შოქი ანუ ლორენცო დავე წეგან უკვე გავაკეთე ამაზე კომენტარი რა ნიკა დამოდი ლაივზე შენ არის ყავსაიდე ხო ყველაფერს აკეთებენ ჩვენ გასაშავებლად და ხო ყველაფერი ყველაფერს ხედავს არ ვიცი ძალიან დავიყალე სახში აუ ეხა ნახე ჩემი ენა ვაფშე ყველა მოდით აქ ვაფშე ყველა